რადიო მაესტროს ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა თამარ გლონდთან ერთად. მოგესალმებით, უსმენთ რადიო მაესტროს ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა. სტუდიაში მუშაობს თამარ გლონტი და მოკლედ დღის მთავარი თემების შესახებ. ლარიკერ გაუფასურდა მოხდა დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის დაცემა. ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომელიც ლარის გაუფასურებაზე საუბარს არასწორს უწოდებს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ლარი არ გაუფასურებულა, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დაეცა, იგივე კურსი აქვს შენარჩუნებული ევროსთანაც და სხვა ვალუტებთანაც. აქედან გამომდინარე, ლარი კი არ გაუფასურდა მოხდა დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის დაცემა. ეს გამოწვეულია იმ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც მიმდინარეობს არა მარტო ჩვენს გარშემო ქვეყნებში, არამედ მთელს მსოფლიოში. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო, რა მდგომარეობაშია ნავთობის ფასი. მგონი სარეკორდო ნიშნულამდეა დასული. აქედან გამომდინარე, ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობა, განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ. საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ლარის კურსის დაცემას ნავთობის ფასის ვარდნას და პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურებას უკავშირებს. როგორც მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არა, ეროვნულ ბანკთან ერთად მთავრობის ყოველდღიური კონტრზომები ამ მხრივ მდგომარეობა უფრო უარესი იქნებოდა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას კომუნიკაცია უკვე ჰქონდა ფინანსთა სამინისტროსთან, რის შემდეგაც კომუნიკაციას ასევე გამართავს ეროვნულ ბანკთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან. ლარის გაუფასურებაზე კომენტარი ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემაც გააკეთა. ლარის კურსის ვარდნის გაგრძელებას აფასებენ ექსპერტებიც. მათი თქმით, ლარის კურსის გასამყარებლად საჭიროა მეტი საერთაშორისო ინვესტიცია, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაბალანსება და საგარეო ფაქტორების ჩვენთვის სასარგებლოდ გამოყენება. ქართული ეკონომიკა უნდა გაიზარდოს, უნდა მოიზიდონ მეტი საერთაშორისო ინვესტიცია. პირდაპირ რომ თქვათ, მეტი დოლარი, მეტი უნდა იყოს ექსპორტი და შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას. ცხადია, საგარეო ფაქტორები არსებობს, თუმცა მათი დაძლევაც შეიძლება. საგარეო ფაქტორები ჩვენთვის სასარგებლოც არსებობს, მაგალითად ნავთობის დაბალი ფასი, ხორბლის დაბალი ფასი. ეს საგარეო ჩვენთვის სასარგებლო ფაქტორები უნდა გამოვიყენოთ, განაცხადა პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ გლეჟავამ. შეგახსენებთ, რომ ლარის კურსი ვარდნას აგრძელებს. და რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს, მისი განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობას უნდა შოუს დადგმა მისი პარლამენტში მისვლით, თუმცა ის თანახმა ამ შოუში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, აპირებს თუ არა ის გაზპრომის საკითხზე პარლამენტში მისვლას. პარლამენტში მისვლაზე გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვარ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანთან, ექსპერტები იქნებიან ესენი არასამთავრობოები თუ სხვა, ამ კონკრეტულ თემაზე შესახვედრად. ასევე პარლამენტში აუცილებლად მივალ. ცხადია, მათ უნდათ შოუს დადგმა. მე თანახმა ვარ მონაწილეობა მივიღო ამ შოუში, თუმცა როდესაც დრო მექნება ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვაცნობებ მათ და არა როდესაც ბატონი ციკლაური ნაბახუსებზე გაიღვიძებს და მოინდომებს კალაძის მისვლას პარლამენტში. ამას მე გადავწყვეტ, როდის უნდა მივიდე, განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან ნაციონალურ მოძრაობას წერილობით აცნობა პარლამენტში მისვლის თაობაზე უარი, კალაძე აცხადებს, რომ იმ პერიოდში ვენაში იყო და ამიტომ პარლამენტში მისვლას ვერ მოახერხებდა. გარდა ამისა, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, გაზპრომის წარმომადგენლებთან ავსტრიაში გამართულ შეხვედრაზე საერთო შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, თუმცა კალაძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება. მოლაპარაკებები ისევ გრძელდება, ჯერ საერთო შეთანხმებას ვერ მივახციეთ. ქართულ მხარეს გვინდა მივიღოთ იგივე შედეგი, რასაც ვიღებდით გაზის მოცულობის მიღების შემთხვევაში. ფიქრობ, უახლოეს მომავალში ალბათ დავასრულებთ მოლაპარაკებებს და შესაბამის შედეგს მივიღებთ, განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დღეს ენერგეტიკის სამინისტროში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ იანოშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ. ვიცე-პრემიერი არც იმას გამორიცხავს, რომ რუსეთს სომხეთისთვის ირანიდან გაზის მიწოდება შესაძლოა უფრო მეტი დაუჯდეს, ვიდრე საქართველოს გავლით, თუმცა მან მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ კალაძემ აგრეთვე ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რაში აწყობს რუსეთს ირანიდან მიაწოდოს ბუნებრივი აირი სომხეთს, მაშინ როდესაც ეს უფრო ძვირი დაუჯდება და შეიძლება თუ არა ეს ჩვენს ჯიბრზე გააკეთოს, რასაც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ არის გამორიცხული. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, დასძინა კალაძემ. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, რუსეთს რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სომხეთი ბუნებრივი აირით ირანიდან მოამარაგოს.
საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელი მიწოდება. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანო შერმანმა ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისივე ინფორმაციით შეხვედრაზე ორ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. ჩვენ ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. პირველი საკითხი იყო საქართველოს კავშირები გაზპრომთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან გაზის მიწოდების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მეორე საკითხი შეეხებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ენერგოსექტორში არსებულ თანამშრომლობას. ეს არ იყო ჩემი პირველი შეხვედრა მინისტრ კალაძესთან, აღნიშნა ჰერმანმა. ელჩმა ასევე ჟურნალისტის შეკითხვას თუ რა ინფორმაციას ფლობს გაზპრომის წარმომადგენლებსა და კალაძეს შორის ვენაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით შემდეგნაირად უპასუხა. ფიქრობ ამ კონკრეტული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კალაძემ უნდა გაავრცელოს, თუმცა მე მაქვს ზოგადი ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მინდა განვაცხადო, რომ ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას, ამ შემთხვევაში კი საქართველოს მთავრობას, აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს მოსახლეობისა და ეკონომიკური სუბიექტებისთვის ენერგიის უსაფრთხო და ხელსაყრელი მიწოდება. ჩემი აზრით, ეს არის ის, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს ამ რთულ ეკონომიკურ პოლიტიკურ პირობებში. მე მესმის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს, აღნიშნა ჰერმანმა, რომლის თქმითაც ევროკავშირს საქართველოსთან ძალიან კარგი კავშირები აქვს ენერგეტიკის სფეროში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გიორგი კანდელაკის განცხადებით კი საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის გაზპრომზე დამოკიდებულების გასაზრდელად მიმართული მცდელობის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესია. როგორც კანდელაკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის არჩევნების გზით ხელისუფლებიდან ჩამოშორებამდე მთავრობას არ მიეცეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მოქალაქეების კეთილდღეობისთვის დამანგრეველი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღეს მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ახალ სოციალურ ინიციატივას იწყებს. მოსახლეობას 25 იანვრიდან საშუალება ექნება სპეციალური კითხვარი შეავსოს, რომლის მიზანია საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია და მათი სურვილების, მოლოდინების და საჭიროებების ზუსტი განსაზღვრა. და კიდევ ერთი H1N1 ვირუსი. ამ ვირუსით წელს საქართველოში 3 ადამიანი დაიღუპა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს. ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 9000-მდე ადამიანია ინფიცირებული. უწყების ინფორმაციით, დღესდღეობით შემთხვევათა 95%-ში ადამიანები ჩვეულებრივ ყოველგვარი ჰოსპიტალიზაციისა და ექიმებთან მიმართვის გარეშე მკურნალობენ. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ამ ეტაპზე მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმართულია არა ეპიდემიის სამართავად, არამედ სასწრაფო დახმარების სამსახურის მუშაობის ნორმალიზებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 112-ში ახალი პროტოკოლი დაინერგება და ყველა ვირუსული გამოძახება არა სასწრაფო სამედიცინო დახმარების, არამედ საოჯახო სამედიცინო ცენტრებს გადაეცემა. ოჯახის ექიმები კი გამოძახების რეჟიმზე გადავლენ. ჯანდაცვის სამინისტრო ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს მოუწოდებს შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პირველ რიგში ოჯახის ექიმს მიმართონ. ამის მიზეზი კი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები გახდა. არსებული ცნობებით 112-ის სადისპეჩერო სამსახურში გუშინ 300-ზე მეტი პასუხგაუცემელი ზარი დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტრომ იმ საოჯახო მედიცინის ცენტრების მისამართებიც გამოაქვეყნა, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მოემსახურებიან მხოლოდ ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს. უკაცრავად და ეს სამედიცინო ცენტრებია კლინიკა მეცი, ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, იგივე რესპუბლიკური საავადმყოფო და მედი კაპიტალი. არის თუ არა შესაძლებელი გრიპის პრევენცია და რა ღონისძიებებს უნდა მიმართოთ იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების შანსი შემცირდეს, ამ საკითხებზე რადიოაქტიური ზონის სტუმარი იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებარე დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი. მოგესალმებით და მადლობა იმისთვის, რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით. ქალბატონო ხათუნა, გრიპის ვირუსებზე როგორია ზოგადი ინფორმაცია, რისი ცოდნაც მოსახლეობისთვის აუცილებელია, მაგალითად წლის რა პერიოდი ამ მხრივ ყველაზე საშიში? გრიპის სეზონი იწყება შემოდგომის დაწყებისთანავე ფაქტიურად და გრძელდება გაზაფხულის დასრულებამდე. ამ პერიოდში გამოიკვეთება ხოლმე 5-8 კვირიანი ქვეპერიოდი, როდესაც გრიპის ვირუსი აქტიურადაა გავრცელებული ქვეყნის ტერიტორიაზე და ძირითადად მოცირკულირე ვირუსი, რომელიც იწვევს გრიპის მაგვარ დაავადებას, არის სწორედ გრიპის ვირუსი. ისე რომ ეხლა ვართ ზუსტად აი ამ პერიოდში, როდესაც გრიპის ვირუსი გავრცელებულია და ითვლება, რომ ამჟამად თუ ადამიანს აქვს გრიპის მაგვარი სიმპტომატიკა, ეს არის გამოწვეული გრიპის ვირუსი.
ქალბატონო ხათუნა, როგორია H1N1 ვირუსის სიმპტომები და როგორი არჩევა პრევენციასთან დაკავშირებით? აი, როგორია სიმპტომები, რომელთა გამოვლენისთანავე უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება, ან როდის უნდა მოხდეს პაციენტის იზოლირება? როგორ ხდება დაავადების გავრცელება და რა პერიოდის განმავლობაში გრძელდება ავადმყოფობა? მოდით დავიწყოთ დაავადების გავრცელებით. დაავადების გამვრცელებელი არის მხოლოდ და მხოლოდ დაავადებული ადამიანი, რომელიც ლაპარაკისას, ხველისას, ცემინებისას გამოიყორცნის გარემოში გრიპის გამომწვევი ვირუსით გაჯერებულ წვეთებს და აი ამ წვეთებს თუ შეისუნთქავს მეორე ჯანმრთელი ადამიანი, ის ინფიცირდება გრიპით და შემდგომ 2 დღის მანძილზე დაახლოებით მას ეწყება გრიპის სიმპტომები. გრიპის სიმპტომები განსხვავდება სხვა რესპირაციული დაავადების სიმპტომებისგან იმით, რომ იწყება მოულოდნელად ტემპერატურის უცაბედი აწევით, ტემპერატურა იწევს როგორც წესი 38 და უფრო მაღალი ციფრებისკენ, თან ახლავს გამოხატული ინტოქსიკაცია, რაც გამოიხატება თავის, კუნთების, სახსრების ლეტკივში, თან ახლავს ხველა და ყელის ტკივილი. სურდო გრიპს ნაკლებად ახასიათებს, ან შეიძლება დაერთოს უფრო მოგვიანებით ეტაპზე. როგორც წესი დაავადებულთა 90% დაავადებას გადაიტანს მშვიდობიანად და ერთი კვირის თავზე სრულიად გაჯანსაღდება, რასაც მოყვება ცოტა გახანგრძლივებული რეკონვალესცენციის, ანუ აღდგენის პერიოდი, როდესაც მცირე სისუსტე შეიძლება იყოს ადამიანის ზოგად შეგრძნებაში შენარჩუნებული. დაავადებულთა დაახლოებით 10% შეიძლება ჰქონდეს გრიპის საშუალო სიმძიმის ან მძიმე მიმდინარეობა. სამწუხაროდ გრიპი არის დაავადება, რომელიც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ლეტალურადაც დამთავრდეს. აი რა არის ის სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც აუცილებლად დროის დაკარგვის გარეშე უნდა მოხდეს ექიმის გამოძახება? ეს არის გახანგრძლივებული ცხელება, ანუ 3 დღეზე მეტხანს თუ ტემპერატურა არ შეიმჩნევა კლების ტენდენცია, ან მესამე დღის მერე ტემპერატურა უფრო მეტად მატულობს, ვიდრე მანამდე იყო გამოხატული. ეს არის ტკივილი გულმკერდის არეში, ტკივილი გულმკერდის არეში ხველის დროს გამწვავებული, ეს არის გამოხატული ციანოზი ცხვირტუჩის არეში, ეს არის ნახველი, რომელსაც შეერევა სისხლი ან ხდება მოვარდისფრო ელფერის. ბავშვებში ეს შეიძლება იყოს განმეორებითი ღებინება ან დეჰიდრატაციის, ანუ გაუწყლოვლების ნიშნები, ეს არის ის ნიშნები, რომლის დროსაც დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სპეციალიზირებულ სამედიცინო დახმარებას. ქალბატონო ხათუნა, რისკ ფაქტორის ჯგუფებში მოსახლეობის რომელი კატეგორია შედის ყველაზე მეტად? რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ასევე მცირე ასაკის ბავშვები, ხანდაზმულები, მათ განსაკუთრებული რისკის ჯგუფია ორსული ქალბატონები, რომლებმაც განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიადევნონ თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას და გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიიღონ სამედიცინო კონსულტაცია. ქალბატონო ხათუნა, არსებობს თუ არა მოსახლეობაში იმუნური ფენა ამ ვირუსისადმი? ცნობილია, რომ ის 2009-2011 წლებშიც ცირკულირებდა საქართველოში. ხომ არ განუცდია ვირუსი ისეთი ცვლილებები, რაც გავლენას მოახდენდა იმუნურ ფონზე? როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეხლა მოცირკულირე ვირუსი არ განსხვავდება 9-11 წლებში მოცირკულირე ვირუსისაგან და შესაბამისად იმ ადამიანებს, ვინც იმ ეტაპზე გადაიწყნა ზუსტად ეს ვირუსი, სავარაუდოდ აქვს იმუნიტეტი და ისინი ნაკლებად მიეკუთვნებიან იმ რისკ ჯგუფს, რომელიც შეიძლება ზოგადად დაავადდეს გრიპით. გარდა ამისა, ამას ემატება ის ადამიანები, რომლებიც იღებენ ყოველწლიურ სეზონურ ვაქცინაციას, რაც და სეზონური ვაქცინა არის გრიპის პროფილაქტიკის ერთადერთი საშუალება. აი, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, როგორია საქართველოს მოსახლეობის მომართვიანობა ამ კუთხით და არის თუ არა, უпростоრად ხშირად მიმართავენ თუ არა ვაქცინისთვის შესაბამის დაწესებულებებს საქართველოს, ფლობენ თუ არა ინფორმაციას სრულყოფილად ამ ვაქცინის შესახებ? მე ვფიქრობ, რომ ინფორმაცია ვაქცინის შესახებ არსებობს ზოგადად ქვეყანაში, თუმცა დიდი პოპულარობით ეს ვაქცინა ნამდვილად არ სარგებლობს. სახელმწიფო ცდილობს პოპულარიზაციას, რისთვისაც წლიდან წლამდე სულ უფრო მზარდი რაოდენობით ხდება სახელმწიფოს მიერ ვაქცინის შესყიდვა და უფასოდ მიწოდება მაღალი რისკის კონტინგენტისთვის. ამჟამად, ანუ წლევანდელი სეზონისთვის მაღალი რისკის დაახლოებით 12,000 ადამიანი არის აცრილი
გრიპის წინააღმდეგ და ასევე ცნობილია, რომ კერძო სექტორში თვითმიმართვით იცრება დაახლოებით 7-8,000 ადამიანი. ქალბატონო ხართუნა, ბავშვების თემაზე მინდა გადავიდე. საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და ბაღებისთვის რეკომენდაციები ჯერ არ გაცემულა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იგეგმება თუ არა ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა? როგორია თქვენი რჩევები? ამ ტიპის რეკომენდაცია მიღებული აქვს ჩვენი ცენტრიდან განათლების სამინისტროს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია რეკომენდაცია უკვე მიღებული აქვს სკოლებსაც და უპირველესი რეკომენდაცია აქ არის ის, რაც ზოგადად მოსახლეობისთვის არის მოწოდებული, ეს არის რომ დაავადებული არც მოსწავლე და არც მასწავლებელი არ უნდა იმყოფებოდეს სკოლაში, რათა არ მოხდეს დაავადების გავრცელება და შემდგომი გადადება ის თანაკლასელებისთვის ან თანასკოლელებისთვის. ეს არის გახშირებული განიავების რეჟიმი სკოლებში ყოველ შესვენებაზე, დალაგების გახშირებული რეჟიმი, რაც ნიშნავს ძველი წესის დალაგებას სწავლის დასრულების შემდეგ ცვლებს შორის და იმ შემთხვევაში თუ ბავშვს სკოლაში ყოფნის დროს ექნება დაწყება, სიმპტომების, ანუ აუწევს ტემპერატურა, უნდა მოხდეს მისი იზოლირება მაშინვე და გაშვება სახლში ან სამედიცინო მომსახურებისთვის მიმართა. აი რას ურჩევთ მშობლებს, როდის უნდა გამოიყენონ სიცხის დამწევის საშუალებები, ანუ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაჭარბებულ მკურნალობასაც მიმართავენ ხოლმე და რა არის ის ინტერვალი, რომლის დაცვაც აუცილებლად უნდა მოხდეს სიცხის დამწევის საშუალებების მიღებისას? ასეთი ინსტრუქცია მოყვება ყველა წამალს და მასზე აღნიშნულია რამდენ ხანში ერთხელ მაქსიმალური დოზით რით შეიძლება იყოს გამოყენებული ასაკების მიხედვით და განსაკუთრებული სიფრთხილე ასეთი ერთიანი რეკომენდაციის გაცემა ყველასთვის ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი, იმიტომ ეს არის დამოკიდებული ბავშვის ასაკზე, მის ტონაზე და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში ჯობს კონსულტაცია პირად ექიმთან, რომელიც იცნობს ბავშვის ზოგად მდგომარეობას და მის მიერ შერჩევა მოხდება დოზირების უფრო სწორედ ამა თუ იმ მედიკამენტის. ქალბატონო ხათუნა, ვირუსის შედეგად 3 ადამიანია გარდაცვლილი. რატომ დადგა ლეტალური შედეგი? რა იყო ამის მაპროვოცირებელი ფაქტორი? ის იყო დაგვიანებული მკურნალობა, თანხმლები, ქრონიკული დაავადებები, რადგან გავრცელებული მონაცემებით პროცენტულად დიდია მაჩვენებელი იმ ადამიანებისა, რომლებიც ექიმების მიმართვის გარეშე სახლში მკურნალობენ. ეს ასე ექიმები გრიპს ჩვეულებრივ ადამიანების სახლშიც მკურნალობენ და როგორც გითხარით, შემთხვევათა უმრავლესობაში ეს სრული გაჯანსაღებით მთავრდება და არ საჭიროებს რაიმე სპეციალიზირებულ სამედიცინო დახმარებას, თუმცა იმ ადამიანებისაც, რომელსაც აქვს თანხლები ქრონიკული დაავადება, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, მათთვის გრიპი შეიძლება გახდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ან სახიფათო დაავადება, ამიტომ რეკომენდებულია, რომ მათ დროულად მიმართონ სამედიცინო მომსახურებას თქვენს მიერ აღნიშნულ შემთხვევებში. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ყველა შემთხვევას თან ახლდა მძიმე ქრონიკული დაავადების ფონი, რომლისთვისაც გრიპი გახდა ასე ვთქვათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ამ ტიპის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებმა, როგორც არის გავიმეორებ, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, სასუნთქის სისტემის ქრონიკული დაავადებები, გუსის ძაღლთა სისტემის დაავადებები დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს, როგორც კი აქვთ გრიპის სიმპტომები. ქალბატონო ხათუნა, ცვლილებები 112-ში, სადაც დღეიდან ახალი პროტოკოლი ამოქმედა, შედეგად ვირუსული გამოძახება არა სასწრაფო სამედიცინო დახმარების, არამედ საოჯახო მედიცინის ცენტრებს გადაეცა და გამოძახების რეჟიმზე გადადიან ოჯახის ექიმებიც. თქვენი აზრით, ხომ არ იქნება ადგილი ამ მიმართულებით შეფერხებებს და მზად არის თუ არა ეს სისტემა სრულყოფილად მუშაობისთვის? სავარაუდოდ მზად არის, როგორც ჩვენთან არსებული ინფორმაცია გვაქვს ჩვენ ცენტრში და ამ ტიპის მომსახურებას გაუწევენ მოსახლეობას. და ბოლო კითხვა, არსებობს თუ არა გრიპის ეპიდემიის საშიშროება საქართველოში, რადგან ვიცით, რომ ამ მიმართულებით რეგიონში რთული მდგომარეობა, იგივე სომხეთში, უკრაინაში, რა ხდება ამ კუთხით საქართველოში? ჯერჯერობით ჩვენი მაჩვენებლები არ უახლოვდება ეპიდემიურ ზღურბლს, არის გრიპის შემთხვევების ზომიერად მზარდი ტენდენცია, თუმცა რისკები, რომელიც მიგვიწითებს, რომ ჩვენთან იქნება ეპიდემიური გავრცელება, ჯერჯერობით არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირდება ამჟამად გრიპი.
გასაგებია, მადლობა იმისთვის, რომ პასუხობდით ჩვენ შეკითხვებს. მე რადიო მაესტროს მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებარე დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი და მე H1N1 ვირუსის შესახებ კიდევ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. 2016 წლის პირველ თვეში საქართველოს მასშტაბით გრიპის ვირუსის დიაგნოზით უკვე 9,000-მდე პაციენტი აღირიცხა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე 258 შემთხვევაა გამოვლენილი. ექიმები განსაკუთრებით აფრთხილებენ ორსულებს, მოხუცებს, ბავშვებს და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს, რომ მოერიდონ მასიური თავშეყრის ადგილებს. მათი პროგნოზით მომდევნო კვირებში ვირუსის გავრცელების მატებას არამდგრადი ამინდი და სასწავლო პროცესის განახლებაც შეუწყობს ხელს. საქართველოსგან განსხვავებით, გრიპის ვირუსის გააქტიურების გამო გაცილებით რთული მდგომარეობა ახლო და შორეულ სამეზობლოში. ბოლო 2 თვის განმავლობაში სომხეთში გრიპის ვირუსით უკვე 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე იყო ჯავახეთის რეგიონიდან. არმან პრესის ცნობით, ამჟამად რეანიმაციაში რჩება 100-მდე პაციენტი, 9 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 120-ზე მეტი დაავადებული კი ორსული ქალბატონია, თუმცა სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანა ეპიდემიოლოგიურ ზღურბს ჯერ არ მიახლოებია. ბოლო 2 თვეში საქართველოს მოსაზღვრე რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკაში გრიპით გარდაცვალების 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 5 დაღესტანში, 6 ადიღიასა და 4 ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე კრასნოდარის მხარეში. აგრეთვე რთული სიტუაცია ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც ეპიდემიოლოგიურ ზღურბლის გადალახვის გამო კარანტინი გამოცხადდა და გაურკვეველი ვადით ყველა სასწავლო დაწესებულება და საბავშვო ბაღი დაიხურა. რთული მდგომარეობა უკრაინაშიც, სადაც ბოლო 3 თვეში გრიპის ვირუსმა უკვე 47 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. არაოფიციალური ცნობებით კი ეს ციფრი 70-ს აჭარბებს, მათ შორის 25 ადამიანი 2016 წლის პირველ 19 დღეში გარდაიცვალა. გარდა ამისა, დავით სერგენკომ გუშინ განაცხადა, რომ თბილისში 3800-მდე გამოძახება დაფიქსირდა, მაშინ როცა აქამდე მათი რაოდენობა 2000-ის ფარგლებში იყო. 112-ის სადისპეჩერო სამსახური გუშინ 300-ზე მეტი პასუხს გაუცემელი ზარი დაფიქსირდა. ამის შესახებ დღეს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგენკომ აღნიშნა, მინისტრის თქმით, გუშინ დაფიქსირდა საგანგაშო სიმპტომი, როდესაც 112-ის სადისპეჩერო სამსახურის გადატვირთულობის გამო ადამიანები ცდილობდნენ დაერეკათ სასწრაფო დახმარებას სამსახურში და ამას ვერ ახერხებდნენ. მისივე თქმით, გუშინდელი მონაცემებით, თუ ბოლო 6 თვის მანძილზე თბილისში გამოძახებების რაოდენობა დღეში 2000-ის ფარგლებში იყო, გუშინ 3800-მდე გამოძახება დაფიქსირდა, აქედან 1200-მდე მხოლოდ მაღალი ტემპერატურის გამო იყო. მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ გუშინ თბილისში წინამძღვრიშვილისა და ქიაჩელის ქუჩებზე გაიხსნა 2 საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ეს ცენტრები პაციენტების მიღების რეჟიმში უკვე მუშაობდნენ გუშინ და მათი ოჯახის ექიმები გამოძახებებზე არ გასულან, დღეიდან კი ისინი გამოძახებებსაც ასრულებენ. ჯანდაცვის სამინისტრო ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს მოუწოდებს შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პირველ რიგში ოჯახის ექიმს მიმართონ. აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ ოჯახის ექიმები მოემსახურებიან პაციენტებს როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ისე ბინაზე. ყველა ამბულატორიული დაწესებულება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში ვირუსული გრიპის ინფექციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პირველ რიგში მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს, რომელიც მოგემსახურებათ როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ბინაზე. როდესაც თვლით, რომ ვირუსული გრიპის ინფექციის გართულებასთან დაკავშირებით გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მხოლოდ მაშინ დარეკეთ 112-ში, სადაც დახმარებას გაგიწევენ როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი, ასევე დამატებით 24 საათიან რეჟიმში მომუშავე მორიგე საოჯახო მედიცინის ცენტრები. 24 საათიან რეჟიმში მომუშავე საოჯახო მედიცინის ცენტრები ღამის საათებში ემსახურება მხოლოდ ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს ურჩევს გრიპის სიმპტომების შემთხვევაში ბავშვების სკოლაში არ გაუშვან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გრიპის ვირუსის სეზონური გავრცელების თავიდან ასაცილებლად ავრცელებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს სკოლებში პრევენციის არაპირდაპირი ღონისძიებების გატარების მიზნით. განცხადებაში ეს ღონისძიებებია ჩამოთვლილი. გრიპის მაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პირები არ უნდა დაიშვან. დაწესებულებებში სასწავლო და სააღზრდელო სივრცეში გააქტიურდეს განიავების რეჟიმი, ყოველი შესვენებისას სისტემატურად განხორციელდეს სველი წესით დალაგება, გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპის მაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის ექიმის მიერ სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დაავადებულის იზოლირება დანარჩენი კონტინგენტისგან და მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სკოლას ეძლევა
რეკომენდაცია თუ სკოლაში ავადმყოფობის გამო გაცდენის ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-ს, სკოლა ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წარუდგინოს აღნიშნული ინფორმაცია. ამასთან სკოლებს მოუწოდებთ ინტენსიურად იმუშაო მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში, ამით ხელს შეუწყობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ გრიპის გავრცელების რისკი. 20-21 იანვრის მონაცემებით საქართველოს სკოლებში ავადობის გამო გაცდენის მაჩვენებელი არ აღემატებოდა 16%-ს, დასწრების მონიტორინგი და ინფორმაციის შეგროვება გაგრძელდება 8 კალენდარული კვირის მანძილზე და გადაეცემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, ნათქვამია განათლების და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში. ასეთი იყო გადაცემის პირველი ნაწილის თემა. გადაცემის მეორე ნაწილში კი ჩვენი სტუმრები იქნებიან ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, აგრეთვე ორგანიზაცია მომავლის სოფელის ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ მეგრელიშვილი. ისინი ისაუბრებენ იმაზე, თუ რა ვითარებაა დედაქალაქის ქუჩებში ამჟამად საჭიროა თუ არა ტექ დათვალიერების შემოღება და აგრეთვე ტაქსების ლიცენზირება. დაგველოდეთ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.